გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ახართ? ეხლა ვიმყოფები ლოს-ანჯელეს მიდამოებში და ნახე სიცხეა. ნუ სიცხე, გასაკვირია, მაგრამ უბრალოდ მინდა გაჩვენოთ აი ეს გადასასვლელი ხიდები რო არის, როგორი შეგრძნება იმართება. ეხლა საცობია, ეხლა ეს ჩვენთვის უცხო არ არის, მაგრამ აი იქიდან ხაზინან გადმოვედი აქეთ, იმიტომ რომ იქით რო გადახარ, რო გადაიხედა იქიდან ხო ეს რო გადაიხედა ძალიან ისეთი შეგრძნებაა რა, არასასიამოვნო. ამიტომ მე აქეთ გადმოვედი. რომ აქიდან ხარეს უფრო არ ჩანს ეს სიმაღლე. თუმცა ისე შეგრძნებისთვის შეიძლება იქითაც ყოფილიყო, მაგრამ მაინც აქეთ ვამჯობინე რა. ეხლა ასეთი ხიდები ძალიან ბევრია კალიფორნიაში. ეხლა ეს იმდენად მაღალი არ არის, მაგრამ ერთხელ მახსოვს სადღაც აიქითკენ სან ფრანცისკოდან ფრესნი ასეთი და ეგეთი 100 მეტრის სიმაღლეზე რო ახвар და ზემოთ რო გადმოხედა, ისეთი ცუდი შეგრძნება. მით უმეტეს მე სიმაღლის ცოტა ისეთი შიში მაქვს რა. კომფორტულად ვერ აღგნობ თავს და მაგრამ მაინც წარმოგიდგენთ ახლა აი მანქანა ასე დახრილია ხო? დახრილად არის, იქიდან გადახედავ, თქვა ისეთი შიში შეგრძნება არ გიყვავს, მაგრამ აქეთ მაინც რო იხედები ახლა დიდი სიმაღლე არ არის, მაგრამ აი ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ შეიძლება ახლა ჩატყდეს ან გადავარდეს და ამის და მაგურა. როგორ მახსოვს პირველად რომ გადმოვედი ასეთ ხიდზე, ერთი როდის იყო 8-10 წლის წინ იყო და არ მოველოდი რა, ის ძალიან მაღალი ხიდი იყო რა და ზემოდან რომ გადმოვიხედე, ვაიმე, მეთქი ეს სადაა. თან დახრილია რა. აქედან შეიძლება გადმოხედო ზემოდან, მაგრამ აქედან ეს ისეთი აქეთ რო ხარ უფრო რაღაც დაცული ვითახა და აი მარცხნე უკვე იმ გზის პირას რო ხარ უკვე არ სიამოვნებს რა. გინდა არ გინდა მაინც გაკარავს გონებაში რომ აი მე ხლა ეს არ ჩავარდეს ან არ გადაწყდეს ან რა ვიცი მიწისძვრა არ მოხდეს ან რაღაც. მე თუ მოხდებით იმ ადგილას ის ძალიან მაღალია რა, ეს ცოტა 100 მეტრა 100 მეტრამდე სართულიანი სახლის იქნება 30 სართულიანი სახლის სიმაღლეზე რო არის ხიდი და ზემოდან რო გადმოხედეთ ეს რა ქალაქი იყო თამაშ სან ფრესნო რა, ფრესნო არის იქით სან ფრანცისკოზე მოხდები, იქ არის გადასასვლელები და თან გარშემო არის ოკეანე და იმ ოკეანეში გემები დგას რა და ზემოდან რო გადახედა ძალიან ეფექტურია რა. ეხლა ეგ ისეთი სიმაღლე არ არის და მაინც თავისებური შეგრძნებაა. ნუ ლოს-ანჯელესის იცით ხო, ლოს-ანჯელესი ხო არის ლოს-ანჯელესი და გარშემო არის თანამგზავრი ქალაქები, ონტარიო, ჩინო, ჰოლივუდი, რივერსაიდი. ასეთი საცობებია თან განსაკუთრებით ახლა პარასკევია, მაგრამ კაი ადგილას მივიდივართ, რაღაც 1-5 მილი დაგვრჩა და ტვითი გვაქვს ასაღები და უნდა წავიდეთ. ჩვენ დიდი ხანი არ ყოფილვართ აიდაჰოში და მონტანაში. და წარმოიდგინეთ რა, ძალიან მაგარი ლამაზია, მაგრამ იქ შეიძლება ბიზონები ვნახოთ და დათვები, რა ქვია იმას, გრიზლები და თუ მაგე გადავიყარეთ, კარგი იქნება. აი ვიდეო გამოგვიდა და ვნახოთ. ჩვენ მოვინდომოთ და გრიზლი ეს ყველაზე ერთ-ერთი აგრესიული, ყველაზე გონით ძალიან აგრესიული დათვია. საერთოდ აგრესიული დათვია, თეთრი დათვი ძალიან აგრესულია, მაგრამ ეს გრიზლი მგონი თეთრ დათვზე უფრო მაგარი აგრესიულია. იმდენად აგრესიულია, რომ აი თავის ბელებსაც არ უვლის რა. პატარა ბელი რო დაებადება, დედა მე აგდებს და შენ თვითონ მიხედე შენ თავსო და წარმოიდგინე ისეთი რაღაცა ძალიან როგორ ვთქვათ აგრესიული გენები აქვს ამ გრიზლის და ერთი ადგილი მეგონება და იქ თუ მოხდით, კარგი იქნება.
აი ამ თებში უნდა გადავიდეთ, ეს თუ თოვლებია, მაგრამ ამით შევხედე და ცუდი ამიდები არა, ნუ ყოველ შემთხვევაში თოვლი არ არის. კარგით, აი ესეთი პატარა ჩართვა გავაკეთეთ, უკვე ის ხიდი გადმოვიდით და უკვე რავი თუ რაღაცა საინტერესო იქნება ჩავრთავ. თუ არა და ესე საცობში. ელანელა მივარ იმ ამბიგერთან. აი აგ ონტარიო და სან ბერნარდინოში მივიდივართ აქვე ახლოს და რაღაცა თვითი გვახასაღები და მისატანი. აი დახოში არის ასეთი ქალაქი მოსკოვი. მოსკოვში და მე იქიდან 200 მაილში არის მონტანა ბილინგში მივიდივართ და როგორც კი საინტერესო რამე იქნება, აუცილებლად დავაფიქსირებ. მეკითხენ ეს მარგარიტა ჩაეცა. ერთ სიტყვით საინტერესო რაღაცა თუ იქნება. ვიდეო რო პატარა არ გამოგვივიდეს, ერთი ბიზნესური კუთხით შევხედოთ, ერთი რამე გვაქვს. Home Depot-ში უნდა წავიღოთ რაღაცა, არ ვიცი, ნახოთ, ნუ Home Depot იცით ხო, ეს სავაჭრო ქსელია. საოჯახო და სამშენებლო მასალები იყიდება მაგ მაღაზიებში და სავარაუდოდ ეთქობ აქ რაღაცა კეთდება და ჩვენ უნდა წავიღოთ და ნახოთ, იქნება რაღაცა. რამე ბიზნეს იდეა ნახოთ. აი როგორც კი ჰაივეიდან და იქიდან გადმოდიხარ, უკვე ლამაზი ბუნებაა და უკვე კალიფორნია თავისი ლამაზით ვასიამოვნებს ხოლმე რა. უბრალოდ ლოს-ანჯელესში უბრალოდ ძღოლებისთვის არის ძნელი, თორე საცხოვრებლად აი ეს ბუნებაში და იმას შოტრიალეთ ნაჯობია ამის. სტილი ერთი და იგივეა, სხვადასხვა საწარმოებებია. ეს ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკი ასე რაღაცა. ვინმე აშენებს რაღაცა ასეთ შენობას, ან თვითონ აწარმოებს რაღაცას, ან აქირაებს. უმეტესად უფრო აქირავებენ ხოლმე რა. ასე ვთქვათ, ბიზნეს დისტრიქტი, ანუ ბიზნეს რაიონები. შეგვეშალა სათნა მოვიდეთ ეს კალიფორნია თავისი პალმებით და ეგზოტიკური მცენარეებით წარმოგვიდგება. გონი აი შენობა, ხო აი ეს არის, აქ ახლა ტრაილერით ვერ შევარ. ხო ეს გინდა ვინჰოლ. ახ შევიდე. ეს გასარკვევი გაქვს. მოდი ხა ჩვენ რას ვიზავს იცი მეგობრებო, მოდი მე გონი შესასვლელი იქით არის და ავარკვიოთ სად უნდა მივიდეთ. იქიდან ტრაილერი გამოვიდა ალბათ. ნახოთ, მაინც თავი დავისვი კაცი. ყოველთ ეს ამ დროს უნდა ჩართო ავარიული. დავიწყოთ ძებნა. ეს კომპანიაა და ალბათ თავისთავად It's over here, delivery is over here. აქეთ არის ხოდა. შემოვიდა რა. მოდი მაინც. ეს ფორმა რა შეიძლება ვერ გაიგო რა უთხრა. ეს კომპანია გვინდა Winhorse 651 თუაფუშების არის და ხო რა, ასე უნდა შემოვიდი ალბათ და მოდი მაინც ახლა გამოსულები ვარ და ზე მაინც სხვა არის რა, კალიფორნია. აი ეს არის უბრალოდ ეს საცობები როა თორე ძალიან მაგარი შტატია რა. მე მაგრამ მომწონს. თუმცა ამდენი ხალხი რო ხრი ხო. თუკები აი აგერ არის აბდეტყო აქ არის. თუ ეს უნდა შემოვიდე. ნახოთ აი. ასე კეთება. აი ახლა საწარმოა. აი
ასეთი რაღაცებია წავიდე აქეთ. ხო, რა ეთქობა, ეს უნდა შემოვიდე და აქ დავაყენო, მაგრამ ჯერ მოდი ვნახოთ. ჩემ სამსახურის ნომერს და იმას ვეტყვი. ო, აგერ არის დოკები და ეთქობა. ო, იმის დახლებინი გვაქვს. არიან ისე. რათ მოვედი და? აი ესეთი რაღაცები წავიდე რა. მოდი ხა ჩვენ შემოვიდეთ. და მე დატკითვას რომ დაიწყებენ. ოკეი. რაღაც კინესთა ისინი იყო ხო რაღაც? ურიკები თუ რაღაც. რა ის ეს არის? შამიზები ვითარდა. ეს მანქანა მოშენდა. ეცი კიდე მოშენდა. როგორ ვამბობთ მეგობრებო, სამუშაო წვიმად. ახლა ეს სულ მარაწვანი ის არის, ახლა ზაფხული ზამთარი სულ წვანია ეს. აბა როგორი სუნი აქვს ნახოთ. ესეც სუნი არა აქვს რა. კარგია. სიმწვანე და ბუნება მაინც თავის აშვება. ჯორჯ, კიდე კაია გავჩედით. აი ესე შემოვაც და მივაც საწყობთ. აბა ამას სუნი აქვს რამე ამყვავის. მოვსუნოთ. დიდი არაფერი, არ ლამაზად გამოიყურება. წავით. დიდი წრე დავარდოთ, რომ ეს ბორბალი ბარდურზე არ ახტეს. ტრეილერის უკანა ეგასო დიდი ადგილია. მესამე დოქთან ჩერეო. მესამე დოქთან. სუთა საწყობებია რა. აგეთ დავაყენებთ ახლა მესამე დოქთან. სუთა ამერიკული სიტუაციაა რა. სუთა საწყობი, პატარა ბრუნვა და წყნარი სიტუაცია. ადამიანები მოდიან, დილით იმუშავებენ, საღამოს წყნარად შვიდად წავლენ სახლში. ეს კარგად არის დაყენებული. ნახოთ ახლა რა უნდა წავიღოთ. აი სავარაუდოდ გორგურაჭები. Is it from no, it's kitchen. For kitchen. For იმისთვის არის. მეგონა ჩემი ეს სამზარეულოში ის რომ მიაქვთ ხოლმე სასტუმროებში მე ის არის რა, ამას აწყობენ. და ჩვენთვის რა მიაქვთ? ესე იგი სამზარეულო იმებს აკეთებენ რა. Over here everything for kitchen, yeah? Yeah. For the kitchen stuff, Yeah. So everybody went to lunch right now, and when we come back. Okay. Okay, no problem. But I can't have you be here. ესეთი რაღაცებია და ეხლა ლანჩის თამი ის არისო და ყველა გარეთ უნდა იყოსო და ახნუ ხართო თქვენო. ნუ ერთ სიტყვით იმინდოდა შიგნით შესვლა, მაგრამ უკვე ხვდები რა, ესე იგი ეს გორგულაჭიანები რაღაცები დააქვთ რა, ეს აი სასტუმროებში, რესტორნებში და ისეთ რომ მიაქვთ ხოლმე ეს მომენტია რა. და ეს არის მეთქი ჩემი ტვიტი და ეს არ არის სხვა რაღაცაო და სხვა რა იქნება ალბათ, მაგრამ ეგეც გორგულებიანი გორგულოჭი ნუ გორგულიანი ისინია რა სტაფი. რა ვიცი ხა საქართველოში ბრუნვა უნდა კონდეს რა ეხლა სად ამერიკაში რამდენი რესტორნები და სასადილოები და სასტო ისინია სამზარეულები და ამას ხმარობენ და ეხლა ეს ვთქვათ ასეთ რაღაცა იყიდე ხო შენ ასეთი რაღაცა ნუ რამდენი ხარ ხო 5 წელი 6 წელი თუ ეხლა კარგად იხმარე
ისე რომ მუდმივადაც კონდეს და ეგ არის რა დიდი ქვეყანა რო არის ბრუნვა და ბრუნვა რო არის ფულიც არის კარგი დაველოდოთ ალბათ თქვენო ეს არ მიგა სხვა რაღაცა მიგახთო და სხვა რა უნდა იყოს რა ძინართან ზეში რო არის გასვოთ მეგობრებო ფულის ასაღებად რომ მივლენ რა პროფილაქტიკაში და ივისი ხარ რო ძრეუნება რა ფული გინდა თო და სხვა რამე არ გინდა და სხვა რა უნდა იყოს კითხვას რომ დასვენა ეხლა მეც მაგას ვფიქრობ სხვა რა უნდა წავიღოთ ახლა ეს თუ არ წავიღოთ სხვა რა უნდა წავიღოთ მაგარი ფილმია მაგარი სხვა რა უნდა იყოს სხვა ისე ივისი ხარუძეს რო უყურე და უკვე რამდენი წელია 82 წლისა და ნახეთ რა ფორმაშია თავის ვარჯიშის და იმ დღეს ნახე ბაკურიანში იმით ეშვებოდა რა ქვია ხილამურები და 82 წლის კაცი რა კაი ფორმაშია რა ამიტომ უნდა ვივარჯიშოთ და მივხედოთ შენთას ახლა მეც ცოტა წავივარჯიშებ და თვითონ მე გაჩვენეთ ამას ყველაფერს რა ასეთები მიგვაქვს რა შეფუთულია, როგორც სხვანაირი დიზაინის არის. ეს ესე ფართოა, ის უფრო ფართოა. და აბა ბიბირებს ამის. ეს ტვირთი მიგვაქვს იმაში Home Depot-ში. წეღანაც რო თქვი არის საოჯახო მაღაზია, დიდი ბრენდია. ალბათ რესტორნის პრობლემებისთვის და ალბათ იმათთვის არის საჭირო ეს მოძრავი ურიკო. საჭმელები რო გადააქვთ რა. აი ვინც სასტუმროებში და იმებში მუშაობენ, მიხვდებიან რაზეა ლაპარაკი. გადავხედო ჩვენ ჯორჯის რამე ეხლა კაი ფასი ხდიან ახლა ფაქტურად ძალიან დიდი ფასია $1100 1100 ნახია მილია გასავლელი და იხდიან $4000 ეს საკმაოდ მაგარი ფასია მაგრამ ცოტა ეჭვიცა მაქვს მეთქი რატო ამ ხელა ფასი ამინდი ხო არ იცლებოდა თოვლი ხო არ იქნება მაგრამ რა ვიცი გადავხედე სინოპტიკოსებს და თოვლი არ არის მაგრამ საწუწუნო ნამდვილად არ აქვს იქ მაინც გადავავლოთ ჩვენ რაღაცა მოშტეს რომ საში მაინც მივდივართ Would you like to more trips? Two strip is enough? Yeah, it should be okay. Enough, yeah? Two strip. ორი strip ეყოფათ. ცოტა წავივარჯიშე, გამოვივარჯიშე, მაგრამ ესა შევწუხდი, იმიტომ რომ 32 გრადუსია სიცხე და ეხა იქ ხო სიცივე იყო, ყინვაში ვიყავით, უცბად გამოვედი და ესეც გასათვალისწინებელია, რომ უცბად ამ სიცხეში რო გადმოდიხარ ფიზიკური დატვირთვაც არა სასიამოვნო. ყოველ შემთხვევაში არ მესიამოვნო და ამიტომ შეწყვეტე ახლა ვარჯიშს, მაგრამ 32 გრადუსია. იქ გუშინ წინ -5 გრადუსში ვიყავით. აქ რა ხდება? ეს რაღაც ძალიან ახლოს არის და რაღაცას ხო არ დავაწყი რატო? It will be two papers, yeah? Two bills.
ორი ის იქნება, სუბუქია სადაც. Here or just you buy it? Both. We make them here. These vests, we make them. We weld them here. So some things we do get shipments from. Okay. Okay. Thank you very much. Have a good day. Thank you. ორი საბუთი მომწეს. ერთი მიდის აიდაჰოში, მოსკოვში, მეორე მიდის ბილინგში. ცხელა. მაინც ეს რო გადადიხარ სიცივიდან ისე მაგრამ მოქმედებს რა. მაგრამ ახლა წავედით შილოეთში, იქ უფრო შედარებით სიგრილე იქნება და ცოტა გამოვართ მდგომარეობიდან. ამას შემოწმებაც არ უნდა, ისეთი სუბუქია, ფაქტურად ცარიელია. წონა არა აქვს და წავედით მეგობრებო. როგორ თქვენ ჩვენ თვითონ ვაწარმოებთო, მაგრამ ჩინეთიდან მოგვაქვს ზოგიერთი ნაწილიო. ასე თუ ისე ბიზნესური რაღაცა გავიგეთ არა. წავიდეთ მიხედოთ ჩვენ საქმეს და იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით. კარგად.